ჩემი ქმარი უხეშია, ზოგიერთი ქალბატონი აღნიშნავს. ალბათ ძალიან დელიკატური თემაა ქალებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აქვს ოჯახში. უხეშის აქციელი ქმრისგან. მოდი ვისაუბროთ დღეს ამ მნიშვნელოვან საკითხზე, თუ რა იწვევს, რა მიზეზები არსებობს, თუ რატომ შეიძლება მეუღლე უხეში იყოს სახლში, რატო ავლენს ასეთ უხეშ თვისებებს. საინტერესოა, რომ არსებობს რამოდენიმე მიზეზი, რომელსაც დღეს შევეხებით. ეს არის პირველი ფაქტორი, ეს შეიძლება იყოს მამაკაცში გარკვეული სტრესი და დაძაბულობა, გადაღლილობა. რა იწვევს ამ სტრესს და გადაღლილობას? სტრესი შეიძლება გამოიწვიოს სამსახურმა, იყოს ის დაღლილი, არ აქონდეს კარგი ურთიერთობა შესაძლოა რომელიმე თანამშრომელთან, ან სამსახური ქონდეს ძალიან ისეთი დამღლელი გონებრივად, ფიზიკურად და ამ დროს მოდის სახლში და შესაძლოა მეუღლე ეუბნება ასეთ სიტყვებს, რომ იცი ძალიან ვარ დაღლილი, ბავშვებიც მთელი დღე ცელქობენ, დასვენება მჭირდება, აღარ შემიძლია უკვე ამ ყველაფრის ატანა და ამ დროს მამაკაცი შეიძლება არ არეაგირებს. დაღლილია, ეუბნება, რომ არა უშავს. ხვალ უკეთესი დღე იქნება სიტყვაზე, ესეთი პასუხი. ამ დროს შეიძლება ცოლი ფიქრობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს ჩემი გრძნობები, რას ვფიქრობ, რა პრობლემები მაქვს ოჯახში და ასე შემდეგ. ანუ პირველი მიზეზი, რამაც შეიძლება ქმარის უხეშის აქციელი გამოიწვიოს, ეს შეიძლება იყოს სტრესი და გადაღლილობა. შესაძლოა შინაგანი კონფლიქტი ქონდეს თქვენ მეუღლეს, რომ რაღაცა პრობლემას ვერ აჭრის, ვერ აწყვეტავს, ან არ გამოსდის, რაღაც ფინანსური პრობლემები აქვს და ეს რა თქმა უნდა ადამიანში მეტგაღიზიანებას იწვევს და შესაბამისად შემდეგ გარედან შემოაქვს ეს ყველაფერი ოჯახში და იქ ვლინდება უკვე ეს ნეგატიური შედეგი. მეორე შეიძლება იყოს ბავშვობის აღზრდის პერიოდი. შეიძლება თავის ოჯახში ასე ხდებოდა ურთიერთობები, რომ მამა ყვიროდა, ან დედას ეჩხუბებოდა. შესაძლოა დედაც ყვიროდა და იყო რაღაც ესეთი კონფლიქტური სიტუაციები და ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც აი ამ სცენებს უყურებდა, ეს მისთვის გახდა გარკვეული ნორმა. ამიტომ დაოჯახების შემდეგ შესაძლოა მისი ეს გამოცდილება და ეს ბავშვური რო იტყვიან პროგრამა, ფსიქიკური პროგრამა ქცევისა, უკვე მოქმედებს უკვე ოჯახურ მდგომარეობაშიც ვლინდება ეს ყველაფერი. შესაძლოა ადამიანი არ იყოს ცუდი პიროვნება, მაგრამ აი ეს მისი აღზრდა, ეს გავლენა, სტრესი, გადაღლა იწვევდეს გარკვეულ ესეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ერთ-ერთი ფაქტორი კიდე შეიძლება იყოს ის, რომ არ აქონდეს რო იტყვიან უნარი კომუნიკაციისა და გამოხატვისა თავისი გრძნობების. შეიძლება ცხოვრებაში ისეთი რაღაც ცხოვრებისეული ცუდი გამოცდილება აქვს, რომ არ ასწავლიდნენ მშობლები სხვის გრძნობებს რო გაუფრთხილდეს, საკუთარ ემოციები რო მართოს და გარკვეულწილად ეს დეფიციტი ემოციური ცნობიერებისა მასზე მოქმედებს და ვერ ავლენს აი ამას, ცოტა უფრო მეტად რო კომუნიკაბელური იყოს და საუბრით შეეძლოს ვთქვათ დალაგებულად გამოდგას ეს თავისი პრობლემა თუ ნეგატივი. და იჩენს რო იტყვიან მუდმივად აი ესეთ აგრესიულ და უხეშ საქციელში ვლინდება შემდეგ ოჯახში ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მეუღლემ უნდა დაადგინოს რა არის ამისი მიზეზი, ცოლმა. კარგად დაუკვირდეს. თუ უკვე ტენდენცია და დაოჯახებიდან იმ დღიდან, რაც დაოჯახდით და მუდმივად ასეთია, რა თქმა უნდა, ადვილი ამოსაცნობია, რომ თვითონ პიროვნებაა ასეთი უხეში და ზემოთ ჩამოთვლითაგან
რაღაც გარკვეულად მოქმედებს, ხო, ის მისი წარსული და ასე შემდეგ. მაგრამ თუ თქვენი ქმარი, თქვენი მეუღლე დროთა განმავლობაში შეიცვალა და მერე თანდათან გახდა უფრო უხეში, ეს ალბათ გასარკვევია, ხო? რატომ მოხდა ასეთი რაღაც? რა ცვლილებები მოხდა მის ბუნებაში და მის პიროვნებაში? გონიერი ცოლი დაადგენს ამ ფაქტს. მაგალითად, ძალიან კარგი იქნება, რომ კვირაში ერთხელ მაინც, თუ ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს არ გამოგდით, 30 წუთი მაინც გამოვყოთ, რომ ისაუბროთ. ერთმანეთთან დასხედით რაღაცაზე ისაუბრეთ. ესე ოფიციალური რაღაც კალენდარში კი არ მონიშნოთ, რომ როდის, რომელ საათზე და რომელ დღეს ვისაუბრებთ. უბრალოდ ინიციატივა გამოავლინეთ, რომ შეძლოთ მასთან კომუნიკაცია, საუბარი. იქნებ გული გადმოგიშალოს, იქნებ აგიხსნას რა არის მისი პრობლემა, რატო არის გაღიზიანებული, რატო იქცევა სახლში უხეშად, ხო? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეუძლია, რომ მეუღლემ ამოიჩნოს და დაადგინოს. ასევე არის მნიშვნელოვანი, როგორ შეიძლება როიტყვიან, როგორ შეიძლება ცოლი მოიქცეს ასეთ ვითარებაში. თქვათ მოვიდა ქმარი და რაღაც უხეშად გითხრათ, ან რაღაცნაირად არ მოგწონთ, აი ანთებულია მოსული. ყველაზე კარგი პრაქტიკული გამოსავალი იქნება, რომ კონფლიქტში არ შეხვიდეთ. აი თქვენ თუ იცით, რომ აუცილებლად მოყვება ნეგატიური, ესეთი აგრესიული მისი ქცევა, ხომჯობესი იქნება, რომ არ გამოიწვიოთ პროვოცირება, არ მოახდინოთ და არ გახადოთ, როიტყვიან, აი ომის საფუძველი თქვენი რაღაც მიდგომით, შეკითხვით, შეპასუხებით. ჯობია, რომ წყნარად ილაპარაკოთ, აუცილებლად. კიდევ შეიძლება რა ადრეც ვთქვი და კიდე გავიმეორებ, რომ დრო შეარჩიოთ სალაპარაკოთ. როდის იქნება უმჯობესი, რომ დაელაპარაკოთ და უთხრათ, რომ ანუ კომუნიკაციაში ესეთი ხერხები გამოიყენეთ, რომ მე მესიჯი, ანუ მე რას ვგრძნობ, როდესაც ასე ლაპარაკობ, როდესაც ასე მეპყრობი, მე რას განვიცდი. და აი მე ვგრძნობ და უთხარით, რასაც გრძნობთ, ვთქვათ. აი ამ ყველაფრის შემდეგ. თქვენი გრძნობები რაც შეიძლება მაქსიმალურად მშვიდად და წყნარ ატმოსფეროში გამოდგით. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს უკვე უფრო რთულ ფორმებშია გადასული, ხო? ზემოთაც აღვნიშნე, რომ შეიძლება უკვე ტენდენცია არის, ანუ ქორწინების დღიდან სულ ასე იქცევა. და ფიქრობთ, რომ აი როგორ გამოსავალი რაში იპოვოთ. არის ასეთი პრაქტიკა, რომ შეგიძლიათ თქვენი საზღვრები დააწესოთ. რას ნიშნავს ეს? რომ უთხრათ, რომ ასე ტონში მე აღარ გავაგზელებ შენთან საუბარს. და ეს რა თქმა უნდა წყნარად და მშვიდ ტონში უნდა უთხრათ. არის ესეთი სარკისებრი ეფექტი ქვია, როდესაც ადამიანი ვთქვათ ყვირის, უკვე ღრიალებს, შეურაცხყოფაზე გადადის, თუ შენც ასე მოიქცევ, ის თავის თავს ხედავს თითქოს სარკეში და რა მიმიკებიც მოდის შენგან, იგივე აგრესიას ავლენს. მაგრამ პრაქტიკაში არსებობს ასეთი მეთოდი, რომ როდესაც ადამიანი ყვირის, როდესაც აგრესიულია და მეორე ადამიანი ძალიან წყნარად, დაბალი ტონით, დაბალი ხმით ელაპარაკება, ავტომატურად აღიქვავს ის, რომ ზედმეტად ყვირის, ანუ ნელ-ნელა ჩამოდის იმ ტონალობაში, თითქოს სარკეში უყურებს, რომ იქ შეუსაბამო სიტუაციაა ჩემ საქციელში და ეს ტონალობები თანდათან ბალანსდება. მაგრამ თუ თქვენც ხმამაღალი ხართ და თქვენც აგრესიული ხართ, რა თქმა უნდა, კონფლიქტი და კონფრონტაცია უკვე შეიძლება შეუქცევადი იყოს და სერიოზული დაძაბულობა და პრობლემები გამოიწვიოს. ალბათ გიფიქრიათ ყველა ქალს ასეთი აზრი, რომ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე ძალიან უნდა მიყვარდეს,
ზუსტად ის მეკცევა უხეშად. და რა რთულია, ხო, ქალისთვის, რომ იმ ადამიანთან ერთად იცხოვროს, ვინც აი ასე აგდებით და აბუჩად ებყრობა. რა თქმა უნდა, მიზეზები უნდა გამოვარკვიოთ, რა იწვევს მასში ესეთ აგრესიას. შესაძლოა კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ზევით გამომრჩა რომ ამეღნიშნა, იყოს ძველი წყენა. ანუ რაღაც გულში ქონდეს ხინჯად თქვენგან ჩარჩენილი, რაღაც წყენა, მამაკაცს, თქვენ ქმარს და ზოგი არ არის კომუნიკაბელური, არის ის თავისი ემოციების გამოთქმა, ლაპარაკი, ცოლს არ ეტყვის, საერთოდ რო ეწყინა და ეს წყენა მუდმივად გონებაში რო იტყვიან, ახსენდება თქვენთან ურთიერთობის მომენტში და სულ აგრესიულად გეპყრობათ, რადგან ის ძველი ტკივილი ისევ მოსდევს. ამიტომ გულახდილის საუბარი, როგორც თეოლოგიაში არის, ქრისტიანულ წერილებში, გულახდილის საუბარი პრობლემებს აგვარებს, აუცილებელი არის, რომ გაარკვიოთ, რატომ არის ესა თუ ის პრობლემა ესე გამწვავებული. უნდა ამოიცნოთ. მაგრამ მინდა გითხრათ, ძვირფასებო, რომ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც უკვე საგანგაშოა ოჯახში. ეს უხეშობა, როდესაც უკვე გადადის ძალადობაში, როდესაც გადადის უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფაში, სიტყვიერ შეურაცხყოფაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია უკვე რაღაც შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ესეთ ადამიანთან თანაცხოვრება უკვე წარმოუდგენელია, ხო? თითქოს აზრს კარგავს ოჯახის მთავარი ინსტიტუტი და ფასეულობა დგას სიყვარულზე და პატივისცემაზე. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ როდესაც ესეთი უკვე ძალიან გამწვავებული სიტუაცია, თქვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებლად მიმართოთ სათანადო ზომები მიიღოთ, ვინც არის ამისი კომპეტენცია, ვისაც გააჩნია, რომ ეს ცემა, ძალადობა და შეურაცხყოფა რომ უვადოდ არ გრძელდებოდეს, რომ იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა. ზოგი ფიქრობს, ზოგიერთი ქალი, რომ სიყვარული არის თავგანწირვა, მაგრამ გეტყვით, რომ სიყვარული ძირითადად არის უფრო პატივისცემა. თუ პატივისცემა არ არსებობს ცოლსა და ქმარს შორის, იქ სიყვარული შეუძლებელია, რომ გაღვივდეს და გაიფურჩქნოს, რო იტყვიან სიყვარულმა. თუ იქნება სიუხეშე, თუ იქნება ძალადობა, უბრალოდ თავგანწირვა და ამის მოთმენას არანაირი აზრი არ აქვს. ასეთ ოჯახის ქონას უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ აქვს. ამიტომ კიდე არსებობს ასეთი გზები, არსებობენ გამოცდილი ფსიქოლოგები, არსებობენ კონსულტანტები, ვისაც აქვს თქვათ ამისი სერიოზული კომპეტენცია, თუ ქმარი, რა თქმა უნდა, ალბათ ნაკლები ალბათობაა, რომ წამოყვეთ და ვთქვათ ფსიქოლოგს დაელაპარაკოს, თქვენ მაინც გაიარეთ ფსიქოლოგებთან კონსულტაცია, პროფესიონალ ფსიქოლოგებთან, რათა მიიღოთ ის რჩევები, თუ როგორ გააგრძელოთ ურთიერთობა, არსებობს კომუნიკაციის კურსები, შეგიძლიათ მოიძიოთ, ვთქვათ, ინტერნეტში ეს წყაროები, როგორ გააუმჯობესოთ თქვენი უნარი კომუნიკაციის, რა უთხრათ, როდის უთხრათ, როგორ უთხრათ, ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ქალისგანაც მოდიოდეს გარკვეულწილად გამომწვევი მიზეზები, რადგან არის ასეთი პრინციპი თეოლოგიაში, რომ გადმოვიტანოთ ეს რეალურ ფსიქოლოგიაში, არის საუბრის დრო და არის დუმილის დრო. აი ეს დროები არსებობს და უნდა გვესმოდეს ჩვენ, როდის შეიძლება საუბარი და როდის არის უმჯობესი დუმილი. ამიტომ ძვირფასებო მოგიწოდებთ, რომ იყვეთ ძლიერები, ეცადეთ, რომ დაიმსახუროთ თქვენი ქმრების თვალში პატივისცემა, რაც უფრო მოიკუნტებით, მოიბუზებით და რო იტყვიან ყველანაირ დათმობაზე წახვალთ,
და შეურაცხყოფილად იგრძნობთ თავს, ეს არ იქნება გამოსავალი. არავის არ მისცეთ უფლება, რომ თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენოთ. არავის. არც ქმარს და არც ერთ ადამიანს დედამიწაზე. თქვენ ხართ ღირსი, რომ ყველანი პატივისცემით გეპყრობოდეთ. მინდა გთხოვოთ, რომ ეს ვიდეო გაუზიაროთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ფიქრობთ, რომ ოჯახში აქვთ ესეთი პრობლემა, ვფიქრობ, რომ მათთვის აქ მოცემული რჩევები იქნება საინტერესო, გასათვალისწინებელი, გაუზიარეთ. ასევე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, რადგან გვექნება კვლავაც უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი საკითხები განხილული. და რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ კომენტარებში დაწეროთ, თუ თქვენ პირადად გაქვთ რაიმე მსგავსი გამოცდილება, თუ გქონდათ ოჯახში ესეთი პრობლემა, როგორ გადაჭერით ეს პრობლემა, როგორ მოაგვარეთ თქვენ მეუღლესთან, ქმართან ურთიერთობა, რომელიც იყო უხეში. რა თქმა უნდა, ჩვენი აუდიტორია ამ კომენტარებს კითხულობს და შესაძლოა მათთვის იყოს ძალიან სასარგებლო რჩევა და საინტერესო მოსაზრება, რომ პირად ცხოვრებაშიც გამოიყენოს. მადლობას გიხდით და დროებით გემშვიდობებით შეხვედრამდე.